მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლაზე საინტერესო საკითხით თუ როგორიც არის რა სახის გაკვეთილს გადიხართ თქვენ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ახლავე დავარიგებ არკანებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, მეგობრებო, აქცია იყო მხოლოდ 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, ამიტომაც ახარ მომწეროთ აქციისთვის. და მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლა. რა გაკვეთილს გადიხართ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. რა გაკვეთილს გადის ახლა პირველი ვარიანტი და რა გაკვეთილს გადის ახლა მეორე ვარიანტი. არჩიეთ თქვენთვის სასურველი არკანი. ან მინერალი, რომელიც მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ველოდებით თქვენს უკავშირს ლაიქების, გულების, კომენტარების სახით, ენერგიების დაბალანსებისთვის. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ნახოთ აბა თქვენ რა გაკვეთილს გადიხართ ახლა. არკანი ქურუმი კაცი. პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ ის, რომ ნამდვილად კარმულ გაკვეთილს გადიხართ ახლა, ძალიან თვითშემეცნებით გაკვეთილს გადიხართ, სადაც ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენი ცოდნა, თქვენი ინფორმაცია, თქვენი ინტუიცია. ეს შეიძლება იყოს სხვათა შორის გაკვეთილი თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ექიმი ხართ, ხელოვანი ხართ, თუ რა სფეროში მოღვაწეობთ. თქვენ გადიხართ ახლა მნიშვნელოვან გაკვეთილებს თქვენს რაღაც სამუშაო სფეროებში და პლუს ამასთან ერთად გადიხართ გაკვეთილს თვითშემეცნებასთან დაკავშირებით. ეს ეხება თქვენს ურთიერთობას სამყაროსთან, ეხება თქვენს შინაგან ფილტრებს, ინფორმაციულ ფილტრებს, იმიტომ რომ მეგობრებო, მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი და გულურწველი თქვენთან. თანამედროვე სამყაროში არის ძალიან ბევრი ტყუილი, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციები, ყველანაირი ასპექტით. აქედანაც, იქედანაც თითქმის ყველგან არის გარკვეული პროპაგანდები ცრუ ინფორმაციებთან დაკავშირებული. პლუს ამასთან ერთად ძალიან ბევრი არის ცრუ სწავლებები, მოდით ასე ვიტყვი. ძალიან ბევრი ისეთი ეზოთერიკოსიც კი არის, ვინც რეალურად, როგორ გითხრათ, რეალურ ცოდნას არ გადასცემს ადამიანებს და ადამიანები შეყავს შეცდომაში. თუმცა ისე და ისე პირდაპირ ვიქნები მაქსიმალურად, ეს არის დამოკიდებული თავად ადამიანებზე. რა თქმა უნდა, ის ვინც იტყუება, ის თავისას აკეთებს, ხო? მას თავისი კარმა აქვს, მაგრამ ადამიანებს თავადაც უნდა შეეძლოთ აზროვნება, ადამიანებს თავადვე გააჩნია თავისივე აზროვნების უნარი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ ჩართონ ინფორმაციული ფილტრი, კარგად დაფიქრდნენ, ვის რაში სჭირდება ამ ინფორმაციის გაცემა, კარგად დაფიქრდნენ რეალურად რა შეესაბამება სიმართლეს და რა არ შეესაბამება მას, ხო? იმიტომ რომ ჯერ ერთი ყველა რიტუალი და ყველა პრაქტიკა, რომელსაც ადამიანები გიზიარებენ, არ შეესაბამება რეალობას საერთოდ. ადამიანმა უნდა იცოდეს რა სახის ძალას, რა სახის ენერგიას მიმართავს, ხო? და ამ კუთხით უნდა იყოს ჩართული თქვენი ინფორმაციული ფილტრი ახლო მომავალში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გაკვეთილს გადის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე პირველი ვარიანტი. უფრო ჩავუღრმავდეთ. არკანი ხმლების ტუზი და არკანი ხმლების ხუთიანი. კი ბატონო, მეგობრებო, ნახეთ, აქ თქვენს რეალობაში, თქვენს სივრცეში არსებობენ აშკარად გარკვეული ან ცრუ ეზოთერიკოსები ან ადამიანები, რომლებიც თავის სიმართლეს გახვევენ, სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს არ მინდა ვინმე მიწყინოს, მაგრამ რელიგიური ეგრეგორითაც, იმიტომ რომ რელიგიური ეგრეგორებიც ძირითადად სიცრუეზე და შიშზე არის ხოლმე დაფუძნებული და აქ თქვენი ინფორმაციული ფილტრი ახლა უნდა იყოს ჩართული მაქსიმუმზე და არის კიდევაც, მაგრამ სადღაც თქვენ ამ ინფორმაციულ ფილტრს გაურბიხართ, რაღაცეებზე შეიძლება თვალებს ხუჭავდეთ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ხო? აქ მოდის ერთგვარი ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ თავში და თქვენ გადიხართ ზუსტად ამ გაკვეთილს, სადაც სწავლობთ, სად არის რეალურად სიმართლე, სად არ არის სიმართლე, სად უნდა ეძებოთ ეს სიმართლე, ხო? იმიტომ რომ იცით როგორი მასწავლებელი, როგორი ჭყალებში ქოუჩიც არ უნდა იყოს, როგორი ეზოთერიკოსიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ რაც არ უნდა დაირქვას ადამიანმა, გურუ, შამანი, ისა ესა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ სამყაროში, ყველაფერს აქვს თავისი ცოდნა, თავისი ენერგოინფორმაციული ველი და ყველა ადამიანს გავიმეორებ, გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური აზროვნების უნარი, ხო?
და სხვათა შორის ეს შეიძლება არ ეხებოდეს რაღაც სულიერ სწავლებებს, ეს შეიძლება ეხებოდეს რაღაც ჩვეულებრივ სწავლებებს, ხო? და ნახეთ მეგობრებო, აქ რას ვხედავ. თქვენ არა უბრალოდ უნდა ისწავლოთ და სწავლობთ ახლა ამ ყველაფრის გაფილტრვას, არამედ სწავლობთ საკუთარ თავთან მეტ გულწრფელობას. და ნახეთ, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს მასწავლებელი, გურუ, შამანი არ აქვს მნიშვნელობა. თქვენს რეალობაში მთავარი პიროვნება ხართ თქვენ. და ძალიან ხშირი არის ეს ფენომენი, როდესაც ადამიანებს უჭირთ თავად გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომაც აკვირდებიან ხოლმე სხვა ადამიანს. აი მაგალითად, კონკრეტული არ ვიცი, გურუ ეგრეთ წოდებული, მაგალითად ხო, უბრალოდ მაგალითი მომყავს. ის რას იტყვის ამ ადამიანს სფეროსთან დაკავშირებით, ის რას გეტყვით, ის რას გასწავლით, როგორ გასწავლით. მაგრამ მეგობრებო, საქმე არის არა იმაში თუ ვინ რას გასწავლით, არამედ იმაში თუ თქვენ როგორ ღებულობთ ინფორმაციას. ამიტომაც არასდროს არ დაეყრდნოთ ზედმეტად სხვის გამოცდილებას, სხვის ნასწავლ ინფორმაციას, იაზროვნეთ თქვენით და თქვენით გააკეთეთ მაქსიმალურად სწორი დასკვნები. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აქ მოდის ენერგეტიკული ქურდობები, აქ მოდის გაუგებრობები და აქ მოდის კონფლიქტები საკუთარ თავთან, ხო? სულ ეს არის პირველი ვარიანტი. დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, თქვენ რა გაკვეთილს გადიხართ ახლა და ამოვიდა არკანი კვერთხების მეთქი ხმლების დედოფალი. ხმლების დედოფალი, თქვენ სწავლობთ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე იმას თუ როგორ დაიცვათ უფრო მკაცრად თქვენი პირადი სივრცე, სად იყოთ მეტად თბილი, სად იყოთ მეტად ცივი. თქვენ სწავლობთ თქვენი პირადი საზღვრების განკაცრებას, სწავლობთ ზოგადად იმას თუ სად თავდება და სად იწყება თქვენი პირადი საზღვრები, ხო? ხდებით უფრო მკაცრი ადამიანების მიმართ, სადღაც უფრო მკაცრი, სადღაც უფრო ცივი, სადღაც უფრო უხეში, იმიტომ რომ გავიმეორებ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ სამყაროში, ყველაფერი არის გარკვეული დოზით საჭირო რაღაც მომენტებში, ხო? და თქვენ სწავლობთ პირველ რიგში კომუნიკაციას და ურთიერთობას საკუთარ თავთან და შემდგომ სხვებთან. იმიტომ რომ საკუთარ თავთან, როდესაც გვაქვს ასე თუ ისე ნორმალური, ადეკვატური, ჰარმონიული ურთიერთობა, ამ დროს უკვე სხვა ადამიანებთანაც ნელ-ნელა ეს ურთიერთობა ლაგდება. ზოგ ადამიანებთან საჭირო არის გულწრფელობა, ზოგ ადამიანებთან საჭირო არის პირიქით სადღაც გულწრფელობის შეკავება, სადღაც ემოციების შეკავება და მეტი სიმკაცრე, სიცივე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა გაკვეთილს გადის ახლა მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი, პენტაკლების პაჟი, არკანი ეშმაკი, არკანი თასების ცხრიანი და არკანი პენტაკლების ტუზი. აქ ასევე ფიგურირებს გაკვეთილი ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ნახეთ, პაჟი, პენტაკლების ტუზი და არკანი ეშმაკი მეტყველებენ ამის შესახებ. შესაძლოა თქვენ ახლა სწავლობდეთ თქვენი ფინანსების უფრო სწორ განაწილებას, პლუს ამასთან ერთად აქ აშკარად ფიგურირებს გარკვეული ფინანსური საჩუქრები, ფინანსური ენერგიების საჩუქრის სახით სამყაროსგან და თქვენ სწავლობთ ამის უფრო სწორ განაწილებას. თქვენ სწავლობთ ფინანსურ ენერგიასთან უფრო სწორ, უფრო ჯანსაღ ურთიერთობას. ვიღაცისთვის ეს გაკვეთილი გამოიხატება ცოტა ნეგატიური ემოციებით, სადღაც ფინანსური კრიზისით ან დანაკლისით. ვიღაცისთვის ეს გაკვეთილი გამოიხატება პირიქით, მოულოდნელი საჩუქრებით, მოულოდნელი ბონუსებით სხვათა შორის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გაკვეთილი არ არის მაინც და მაინც მკაცრი, უბრალოდ თქვენ აქ სწავლობთ ურთიერთობას ფინანსებთან. ერთადერთი აქ შეიძლება იყოს გარკვეული დამოკიდებულებები კონკრეტულ პროდუქტებზე ან კონკრეტულ სფეროზე, რაშიც ზედმეტად ბევრ ფინანსებს გასცემთ. ეს შეიძლება იყოს დამოკიდებულება, გავიმეორებ, ან კონკრეტულ პროდუქტზე, ან კონკრეტულ რაღაცაზე. მაგალითად, შეიძლება სტაბილურად ზედმეტად ბევრ ფინანსურ ენერგიას ხარჯავდეთ კონკრეტულ ან ადამიანში, ან კონკრეტულ სფეროში, ხო? იმისათვის რომ საკუთარი თავი დაიკმაყოფილოთ და ამ კუთხით უნდა იყოთ ყურადღებით ზუსტად მეორე ვარიანტი. ხვდებით ხომ? ანუ ამ კუთხით უნდა მიაქციოთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება, მეტად უნდა დაფიქრდეთ ასეთ რაღაცებზე, სად არის დამოკიდებულებები, სად არის არაჯანსაღი მიჯაჭვულობები. სხვა დანარჩენის კუთხით აქ ხედავ იმას, რომ პირიქით ყველაფერი საკმაოდ კარგად არის, სადღაც იდეალურადაც კი, ბევრი თქვენგანისთვის და ახლა სამყარო თქვენ სადღაც გაჯილდოვებთ, სადღაც გაძლევთ საჩუქრებს და დამიჯერეთ თქვენ ამ ფინანსურ ენერგიებს, ამ საჩუქრებს იმსახურებთ სამყაროსგან. უბრალოდ აი მიჯაჭვულობებთან დაკავშირებით ცოტათი უნდა დაფიქრდეთ. სხვა დანარჩენის კუთხით აქ გაკვეთილებს ვერ ვხედავ კონკრეტულად ამ ეტაპზე. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.